ამბობენ რომ ბავშვები ყველაზე მეტად დედის მხრიდან ბებიისგან იღებენ მაგალითს, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანი ხდება ბავშვისთვის მნიშვნელოვანი. ვინ და როგორ გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე, ამას გვეტყვის ჩვენი თეო მჭედლიძე და მასთან ერთად მისი სტუმარი, რომელიც გახლავთ ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი და პროფესორი ქალბატონი თეა გოგოტიშვილი. დილომშვიდობისა, მადლობა ჩვენთან ერთად ხართ და ძალიან საჭიროა საკითხზე გვესაუბრებით. დილომშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენ სტუმარს, მადლობა მინდა გითხრათ აქ თქვენი დროისთვის ქალბატონო თეა და მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, რომელიც აი ანონსის შემდეგ ელოდება ამ თემას. ზოგადად არსებობს აი ასეთი კონცეფცია მნიშვნელოვანი უფროსები. ეს არის ადამიანი, არ არის აუცილებელი იყოს მშობელი, ესენი არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ბავშვებს უწევთ და რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ჩამოყალიბებაზე. ესენი შესაძლოა იყვნენ მაგალითად მასწავლებლები, სხვადასხვა წრეზე თუ დადის მწვრთნელი, ან ვთქვათ ხელოვნების მიმართულებით შობლის მეგობარი მაგალითად, რომელიც ხშირად სტუმრობს მათ. შესაძლოა იყოს და მისგანაც აიღოს ბავშვმა რაიმე მაგალითი. შესაძლოა იყოს ბებია, ბაბუა, უბრალოდ აღმზრდელი, ძიძა, ბაღის მასწავლებელი და ასე შემდეგ. მოკლედ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზრუნველობას და მხარდაჭერის ატმოსფეროს უქმნიან ბავშვს ერთი მხრივ, მეორე მხრივ მას ეხმარებიან ემოციების აღქმაში, მაგალითად გაგებაში, პასუხობენ მის კითხვებს და გარკვეულწილად უმდიდრებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ჩვილობის ეტაპიდან რომ დავიწყოთ, ვთქვათ, განვითარების სხვადასხვა დონეზე, ვინ არის ადამიანი, ვისგანაც ბავშვი იღებს გამოცდილებას და ასე ვთქვათ, რა რეკომენდაციები შეიძლება მივცეთ უშუალოდ ვთქვათ მშობლებს, ბებია ბაბუას და ასე შემდეგ ბავშვის გარშემომყოფებს, როგორი უნდა იყოს მათი ურთიერთობა პატარებთან. აი ეს არის დღევანდელი ჩვენი მიზანი და კიდევ ერთი მიზანი გვაქვს მოვისმინოთ რაც შეიძლება მეტი რეკომენდაცია, იმიტომ რომ მშობლები, ასე ვთქვათ, ჩასაფრებულები ვუსმენთ ხოლმე ამ თემას, რომ მაქსიმალურად სწორი იყოს ჩვენი ურთიერთობა ბავშვებთან. ქალბატონო თეა, დავიწყოთ ჩვილობის ასაკიდან. მაშინ, როდესაც თვალის განხელიდან ბავშვი ხედავს მშობელს, შესაძლოა სახლში სხვა ადამიანებიც ცხოვრობდნენ, თუმცა ემოციური კავშირი ამ დონეზე ხო ყველაზე უფრო მძაფრი და ეს ემოციური კავშირი ბავშვს ყველაზე მეტად აქვს ბუნებრივია დედასთან და მამასთან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიტყოდი რომ მუცლად ყოფნის პერიოდშიც დიდი ამბები ხდება ამ მხრივ და ემოციურ კავშირს გადამწყვეტი როლი აქვს, რა თქმა უნდა. ვინაიდან ემოციური კავშირი უკვე არაფორმალური კავშირია და იმ შემთხვევაში თუ აღმზრდელს მიაჩნია, რომ ერთ სივრცეში ყოფნა უკვე კავშირია, უნდა ვთქვათ, რომ ეს იმ გავლენის მომხდენი არ არის, პოზიტიური ზეგავლენის მომხდენი არ არის, ვინაიდან სწორედ ეს ემოციური ურთიერთგაცვლა რომელსაც გეშტალტ თერაპიაში ქვია რელაცია, როდესაც სინამდვილეში ურთიერთობა შეიძლება ითარგმნოს, მაგრამ ამაში კიდევ დამატებითი მნიშვნელობის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ცნებებია, კონცეფცია ასეთი, რომ აი სწორედაც ის მიმღებლობა, ღიაობა, ურთიერთგაცვლა ემოციების, კეთილდამოკიდებულება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ აი ზუსტად ახსენებდით მხარდამჭერი გარემო. ხომ მიმღები გარემო უნდა იყოს, აღზრდის გარემოს ჯერ კიდევ დიმიტრი უზნაძე უწოდებდა აღზრდის გარემოს იმ ატმოსფეროს, რომელშიც იზრდება ბავშვი და თუ ატმოსფეროზე ვსაუბრობთ, თუ კი ჩვენ ფიზიკურ დონეზე რა ჟანგბადს სუნთქავთ და ეს ატმოსფერო ვთქვათ, რამდენად ეკოლოგიურია, ფსიქოლოგიაშიც გვაქვს ეკოლოგიურობის ცნება და ამ გაგებით და გადატანითი მნიშვნელობით რას სუნთქავს ბავშვი, რა გარემო არის მის ირგვლივ, არა მხოლოდ მასთან დამოკიდებულებაში, არამედ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, თვითონ მის აღმზრდელებს შორის ურთიერთობას გულისხმობს და მნიშვნელოვანი უფროსი ახსენეთ თქვენ, რომელიც ასევე ცნებას წარმოადგენს, მნიშვნელოვან ცნებას წარმოადგენს, იმიტომ რომ რა არის აქ გადამწყვეტი, აი თქვენ ჩამოთვალეთ მთელი რიგი ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა მიიღონ აღზრდაში ძალიან აქტიური მონაწილეობა. ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ადრეულ ასაკში
სადღაც 5-6 წლამდე პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ უკვე სადღაც 3 წლინახევრიდან ბავშვი მიდის 4 წლისთვის და ეს ასაკი უკვე მზაობის ასაკია, რომ მან პირველი ნაბიჯები გადადგა სოციალიზაციის პროცესში და ბაღი და ბაღის გარემო და ის ასე ვთქვათ სოციალური ურთიერთობები, რომელიც თანატოლებთან და ბაღის პედაგოგთან თუ პედაგოგებთან მიმდინარეობს, ამას აქვს გარკვეული მნიშვნელობა, მაგრამ არა გადამწყვეტი, იმიტომ რომ მაინც ოჯახი არის ის 6 წლამდე სწორედ ის რეალობა და ის ატმოსფერო, რომელიც გადამწყვეტ კვალს და ანაბეჭს აღბეჭდავს პირდაპირ ბავშვის განვითარებაზეც და მის შემდგომ პიროვნულ განწყობებზე. და აი ეს მნიშვნელოვანი უფროსები 6 წლამდე ვინ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში და ჯერ კიდევ წინა საუკუნის, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს ყველა ცოცხალ ორგანიზმში არსებული ძალიან საინტერესო სახელწოდებით ნეირონები, სარკისებრი ნეირონები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმში და მით უმეტეს ახლა ადამიანის სოციალური არსებაა და აქ ეს კიდევ უფრო დიდ როლს ასრულებს, გონიერია, ცნობიერია ხო ადამიანი და ამიტომ ირეკლავს ჩვენი სარკისებური ნეირონები, თვითონ ის სახელწოდებაც გვანიშნებს ამაზე. ქვეცნობიერის დონეზე ხდება ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ეს თვითონ თავის ტვინი მუშაობს ნეირონულ დონეზე იმგვარად, რომ არეკლა ხდება და მე ამას ყოველთვის უკავშირებ ხოლმე, რაც გაირკვა ეგ ამბავი, ამოვხსენი ქართული ანდაზა ხარიხართან რომ დააბას პრინციპი, ხო? აი აღმოჩნდა, რომ ეს ხარიხართან ესე იგი ასეთი დამოკიდებულება სწორედაც ამ ჩვენი ნეირონების მოქმედებით ხდება. კეთილი. რაღაც მინდა ჩაგეკითხოთ აქვე, რადგან ადრეული განვითარების ბავშვებზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ, ხო? ავტორიტეტებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს განვითარების ამ ეტაპზე? მოდით, აი ზუსტად თქვენ მასწრებთ ახლა ის, რაც უნდა ხაზგასმით გამომეყო. 6 წლამდე პერიოდში, ნახეთ 3-დან 6 წლამდე პირდაპირ ჩადებული აქვს ბავშვს ასეთი მოთხოვნილება, იდეალიზაციის მოთხოვნილება მისი აღმზრდელების. და პრობლემა იქ არის, სადაც ეს მშობლები ამ იდეალს ვერ აკმაყოფილებენ. რეალურად ხდება ხოლმე იმ ქცევების მოდელირება, რომელიც შორს შეიძლება მეტნაკლებად დაშორებული იყოს ამ იდეალისგან. რა არის ახლა ეს იდეალი? იდეალი ხა ბავშვს ხომ არა აქ ჯერ ღირებულებათა სისტემა ჩამოყალიბებული. ეს არის სწორედ ის მიმღებლობა, პოზიტიურობა, ბავშვის მიმართ დადებითი დამოკიდებულება. აქ იდეალიზაციის მოთხოვნილებასთან ერთად სარკისებური არეკლის მოთხოვნა, ესეთი ძალიან დიდი ფსიქოლოგი იყო ჰაინც კოჰუტი, რომელმაც აი თავის პიროვნების თეორიაში გამოყო ეს იდეალიზაციის მოთხოვნილება, სარკისებური არეკლის მოთხოვნილება და მსგავსების პოვნის მოთხოვნილება, რომ აი ეს სამი ერთად მუშაობს და ავტორიტეტს რაც შეეხება, ეს ცნება ცოტა გაცვთა სამწუხაროდ ჩვენს სოციალურ რეალობაში და მე მინდა რომ გამოვყო, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საპატივცემულო ადამიანი და პატივისცემას ხომ ასე ვთქვათ მოთხოვნით ვერ განაცდევინებ, ეს განცდა არის პატივისცემის დამოკიდებულება, განწყობა ადამიანის მიმართ. უკვე ამ შემთხვევაში აი ეს ავტორიტეტები თუ 6 წლამდე არაცნობიერ დონეზე ზემოქმედებდნენ, 6 წლიდან სკოლის ასაკი უკვე არის სოციალიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი, აი მგზის დასაწყისი, რომელიც თქვი რომ გარკვეულწილად უკვე საბავშვო ბაღშიც როლს ასრულებს, მაგრამ გადამწყვეტი არის სწორედ სკოლის პერიოდი და აი აქ უკვე ავტორიტეტი ხდება მასწავლებელი და არა მხოლოდ ესე იგი ის გარემო, რომელშიც ბავშვი ვითარდება სოციუმში და გარკვეულ სოციალურ წესებს ითვისებს. და აი რაც შეეხება უკვე გარდატეხის პერიოდს, აქ უკვე ავტორიტეტი ხდება
ის თანატოლი ან მის გარემოში გარკვეული გავლენების მქონე ადამიანი და აქ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი როგორ უნდა შეინარჩუნოს მშობელმა ეს ავტორიტეტი? ბუნებრივი არ გულისხმობთ შიშის მომენტს შულსა და მშობელს შორის, ყველაზე პოზიტიურ ასე ვთქვათ განვითარებას გულისხმობთ ურთიერთობის, მაგრამ მაინც მშობელს უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ რაც უფრო მეტ ადამიანთან აქვს ბავშვს ურთიერთობა, რაც უფრო მეტი მისაბაძი პიროვნება ჩნდება მის ცხოვრებაში, შესაძლოა მშობლის ავტორიტეტმა იკლოს. როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა, რომ ბავშვისთვის ის ყოველთვის იყოს გასათვალისწინებელი და იყოს მეგობარი? აი მნიშვნელოვანია რომ 6 წლამდე ეს თუ უპირობოდ ხდება რომ მისი აღზრდის გარემო არის ავტორიტეტი ბავშვისთვის და აღმზრდელები და კარგია რომ ეს მშობლები იყვნენ და არა ვთქვათ კიდევ სხვა ადამიანები ნათესავები ძიძები ისინიც არიან ხოლმე ავტორიტეტები მაგრამ იქ თუ ასე ვთქვათ რანჟირს ხო გავაკეთებთ გარკვეულად რა თქმა უნდა მშობლების როლი არის გადამწყვეტი მამის როლს ძალიან ბევრი კვლევები ხას უსვამს ადრე არ იყო ასე მიჩნეული და მამის როლი განუზომელია მადლობა ამის აღნიშვნისთვის იმიტომ რომ ყოველთვის დედას ვაყენებთ ხოლმე უპირატეს მდგომარეობაში რა თქმა უნდა დედა ახლა ფიზიოლოგიურ კავშირშია და აი ეს ასე ვთქვათ 3-დან 6 წლამდე პირიქით სეპარაცია ანუ და დაშორება ფსიქოლოგიურად უნდა დიფერენცირება მოხდეს იმიტომ რომ 9 თვე დედის მუცლად რო არის ბავშვი ახლა შეუძლებელია რომ აი ეს კავშირი ფსიქოლოგიური არ იყოს ხო ესეთი სიმბიოზი ქვია და მე უნდა მოხდეს ესე იგი დიფერენცირება მამის როლი გადამწყვეტია რა თქმა უნდა და თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ ავტორიტეტი რამის შენარჩუნებისთვის საჭიროა ზრუნვა და არა ბრძოლა და ეს ზრუნვა არის სიახლოვეში ყოფნა მეგობრობა ისევ გაგებით დამოკიდებულება მხარდამჭერი ღია ურთიერთობის განხორციელება აი ეს გაგება ცოტა პრობლემას ქმნის ხოლმე იმიტომ რომ ხშირად მშობლები ესე იგი სიბრძნე მოხვეჭილები ვხდებით ხომ ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად და რა ხდება რომ აი ეს უნდა გადავცეთ და მუდმივად უნდა ესე იგი ჭკუის დარიგების რეჟიმში იმყოფებოდეს ბავშვი რომ ჩვენი სიბრძნე გადავცეთ და ეს ჭკუის დამრიგებლური ანუ დიდაქტიკური და ძალიან ესეთი ხშირ შემთხვევაში მომაბეზრებელი რიტორიკა არ იღებს სათანადო შედეგს განსაკუთრებით როცა ახლოვდება გარდატეხის პერიოდი და აი ამ აქსელერაციის პირობებში სადაც განვითარება ძალიან დაჩქარებულია უკვე 10-11 წლისთვის იწყება ეს გარდატეხის პერიოდი კიდევაც ფიზიკურ ნიშნებში ვლინდება ამჩნევენ ამას მშობლები და ამიტომ მნიშვნელოვანია მეგობრობა აი გულწრფელი მეგობრობა გულწრფელობას აღმოაჩნდა ძალიან დიდი გავლენის მოხდენის უნარი უტოლდება კი არა და უსწრებს აი სიყვარულის გრძნობა და ესეთ დამოკიდებულებას გულწრფელობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამიტომ გულწრფელობა ღიაობა მიმღებლობა მეგობრული გაგებით დამოკიდებულება ემპათიას რასაც ვუწოდებთ აი ეს არის პრინციპში ის მნიშვნელოვანი საყრდენები რომელიც იძლევა საშუალებას რომ ავტორიტეტი შენარჩუნებულ იქნას მე ხალბატონთა ჩვენ გავლენაზე ვსაუბრობდით და თქვენ აღნიშნეთ თუ რომელ ასაკში ვინ შეიძლება გახდეს ბავშვისთვის ეს გავლენის და ავტორიტეტის მქონე თუმცა შესაძლებელია თუ არა ეს ძალიან მოკლე დროში მოხდეს მაგალითად მე აი ჩემი ბავშვობიდან მახსენდება ჩემი მშობლის მეგობარი რომელიც ჩვენთან იყო სტუმრად მოსული და იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ამ ადამიანმა მომხიბლა რომ აი 28 წლის ვარ და დღემდე მახსენდება ის მისი სტუმრობა ჩემთან აი ეს გავლენის მოხდენა რა პროცესია და რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს რეალურად აი მშობელი გასაგებია მასწავლებელი გასაგებია თუმცა ადამიანი რომელიც ჩვენთვის არ არის ნაცნობი და უბრალოდ ესე ჩვენთვის არსაიდან ჩდება სულ რამდენიმე საათით ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება საერთოდაც არ ჩდება უშუალო კონტაქტში აი ვარსკვლავების გავლენა რამდენად დიდია ხოლმე მე ვარსკვლავს როცა ვახსენებ შეიძლება იყოს სპორტის ვარსკვლავი შეიძლება კინო ვარსკვლავი სამოდელო აი გოგონებისთვის სამოდელო ბიზნესში არსებული ის ვარსკვლავები ვინ არის მომხიბლავი
ხო, ვინ არის, ვინც აი იწევს ამ აღფრთოვანებას, ხო, აი მე პატივისცემა ვახსენე, ეს პატივისცემა რა თქმა უნდა უფრო ურთიერთობის შედეგად ჩნდება, მაგრამ იქ სადაც არ არის პირდაპირი და უშუალო კონტაქტი, ცოცხალი კონტაქტი, აი ეს მოხიბლული და აღფრთოვანებული მდგომარეობა უკვე თავისთავად არის სტიმული იმისთვის, რომ მიბაძვა დაიწყოს. იცით რა მაინტერესებს, ჩვენ აღმოჩენებზე საუბრობდით წეღან, ბავშვი რა ასაკიდან იწყებს საკუთარი თავის და რა მოსწონს ამის აღმოჩენას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მასწავლებლები არიან ხოლმე ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებულ ნიჭს შეატყობენ ბავშვს და შესაძლოა ეს მშობლის მეთვალყურეობის და მხარდაჭერის შესაბამისად მიღმა დარჩეს, ხო? აი რა ასაკიდან ხდება ეს ყველაფერი, რომ მშობელი იყოს მზად იმისთვის, რომ თუნდაც ამაზე დიალოგი დაიწყოს შვილთან. თუ ჩვენ ნიჭის და უნარების აღმოჩენაზე, აი უნარები ყველას თანდაყოლილი აქვს, მე ვითარდება, მაგრამ აი ნიჭი, ტალანტი, მიდრე უფრო მეტად ვთქვათ, რა ეხერხება ბავშვს თუ ამაზე საუბრობთ, მანამდე შეიძლება ამის აღმოჩენა, ბავშვები არიან, რომლებიც ვთქვათ, სკოლამდელ ასაკში წავლენენ მუსიკალურ ნიჭს. შეიძლება ვთქვათ მათემატიკური ნიჭი გამოავლინოს, ხო? არავინ არ ასწავლის და თვითონ იწყებს თვალს, თვითონ იწყებს მიმატება, გამოკლებას, ვთქვათ, არის რომ ვთქვათ, აი წერა-კითხვას თვითონ სწავლობენ ბავშვები და ეს ნიჭიერების გამოხატულება კი არის, მაგრამ მიისწრაფის, რომ წაიკითხოს თვითონ. ვთქვათ, რაღაც საბავშვო წიგნების თვითონ აი ამ ასოების და წინადადებების ამოკითხვის სურვილს ესე იგი ავლენს, ხომ? ეს შემდგომში უფრო დაკონკრეტდება რა მიმართულებით აქვს მას ნიჭი, იმიტომ რომ ეს მისწრაფება არის. ეს არის ის ტენდენცია, ფუნქციობის ტენდენცია, ანუ რაღაც ფუნქცია კოგნიტური, ხო? ეს ფუნქციობის ტენდენციაც უზნაძის ცნება არის ძალიან საინტერესოდ. ეხლა გამოსცემენ უზნაძის ნაშრომებს, არ არის იული წასაკითხი, სამეცნიეროა, მაგრამ მონდომებული ადამიანი საოცრად დღესაც აქტუალურ, ასე ვთქვათ, შინაარსებს აღმოაჩენს და აი ეს ტენდენცია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს შესატყვის გარემოს. ნახეთ, აი ეს განწყობა, როგორც მთლიანობითი მდგომარეობა, რომელიც შინაგანის და გარეს თანხვედრას გულისხმობს. შეუძლებელია, აი თუ არ შეუწყო ხელი გარემომ, ეს ნიჭი არ განვითარდება. ну, კი არის ეს ისევ დიმიტრი უზნაძე ამბობს, რომ ნიჭი არ მოასვენებს ადამიანს და მაგ გააჩნია რა სიძლიერის არის. ხლა აი მაუგლის მაგალითი ეს არ არის მხოლოდ კიპლინგის მოთხრობა, იყო კაცობრიობის ისტორიაში არაერთი შემთხვევა, როდესაც ვერ განვითარდა მეტყველების უნარი, იმიტომ რომ ბავშვის გარემო იყო ცხოველები და არა ადამიანები. ამიტომ ეს ასე ვთქვათ, ჩვენი აღზრდის გარემო ბავშვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. რაც შეეხება თვითონ აი მეს აღმოჩენას 2 წლის ასაკში უკვე მე და ჩემი, აი ეს სიტყვა ძალიან დომინირებს ხოლმე და მშობლებს ეშინიათ, რომ რა არის ეს ეგოცენტრიზმი, ხო არ არის? სინამდვილეში ეს მე კონცეფციის უკვე განვითარება აქედან იწყება. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე და ყველა მშობლისთვის ალბათ პირველი რაც არის მის შვილთან მიმართებით, ეს არის ის, რომ იყოს ჯანმრთელი, წარმატებული და თავი დაიმკვიდროს თავისუფლად ამა თუ იმ სფეროში და გარემოში. ჩვენ ქართველებს გვაქვს თაობები ერთად ცხოვრობენ, აი ასეთი კულტურული, სოციოკულტურული მდგომარეობა. დღეს ცოტა უფრო შეცვლილია ეს ყველაფერი, კი ბატონო. და ხშირად არის ხოლმე კამათი, მათ შორის აი სოციალურ ქსელში ხშირად მხდება ისეთი პოსტები, რომ წერენ, რომ აი დედა რაღაცას ეუბნება, ბებია რბილად მიუდგება, კი ბატონო. ემოციების გარეშე რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ბავშვისთვის რა ჯობია? ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია ერთსულოვნება ღირებულებების და მიდგომების თვალსაზრისით. ну, აი საოცარი ზიანი მოაქვს განსხვავებულ მიდგომებს, როდესაც ერთს ეუბნება, ვთქვათ, ერთი თაობა და სხვას შეიძლება არ ეუბნება, მაგრამ დამოკიდებულებაში სხვა, ესე იგი, ემოციურ გზავნილებს აწოდეს და ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა. სიტყვებზე მეტად ის მართლა ემოციურად აირეკლავს თავის გარემოს და ამ ხრივ დამღუპველია ეს სხვადასხვა გზავნილები.
გაორება ხდება პირდაპირ და იბნება ბავშვი. რა თქმა უნდა, დედა რო ეჩხუბება, მამა რო იცავს, მაგრამ ჩხუბი ჩემ მტერს, ვთქვათ, როცა დედა აქაც უნდა რეკომენდაციები ახსენეთ და თუ ბავშვი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საზღვრები. არასწორად იგებენ ხოლმე და უკიდურესობაში, პოლარობებში ვარდებიან. კონკრეტული საზღვრები, რომ ვთქვათ, ბავშვმა თავიდანვე უნდა აითვისოს, რა არის წახალისებული და რა არის ის, რასაც ასე ვთქვათ, მშობელი არ წაახალისებს და ამ მხრივ ქცევის და პიროვნების გამიჯნა უნდა მოხდეს. როდესაც ბავშვი აზიანებს რაღაცას, ცუდად იქცევა ხომ? მშობელმა მნიშვნელოვანია, რომ ქცევაზე გააკეთოს აქცენტი და ბავშვს, ვთქვათ, ცუდი საქციელის მაგრად არ უთხრას, რომ შენ ცუდი ბიჭი ხარ, ან ცუდი გოგო ხარ. იმიტომ რომ პირდაპირ ებეჭდება გონებაში და უკვე თვითშეფასებაზე მოქმედებს და იქ თვითშეფასების საკითხი კიდე ცალკე თემაა, ახლა მე ამაზე თქვენ არ მოგაცდებით. აი მამა და დედა აბალანსებენ, რომ აი მაგალითად დედა უფრო ცდილობს მკაცრი იყოს და მამა უფრო ლმობიერია პირიქით და თითქოს ამით ხშირად ცდილობენ, რომ ეს რაც აღზრდელობითი მოდელი იდეალური გახადონ და აი ავტორიტეტი მახსენდება ცუდი და კარგი პოლიციელის ცნება. სინამდვილეში იცით რა ეს თამაში და რაღაცა როლური იმის რა ქვია სტრატეგიების დაგეგმა არაბუნებრივია და გულწრფელობას მომენტალურად და არაგულწრფელობას იმ წუთში გრძნობს თითოეული ჩვენგანი და მით უმეტეს ბავშვი. ამიტომ სიმკაცრე პირობითი ცნება არის. კიდევ ვამბობ, პრინციპები, ღირებულებები, მისაღები და მიუღებელი ქცევები, წახალისებული და ის, რასაც ვთქვათ, მშობელი არ უყურებს როგორც პოზიტიურს, ხო, რომ ვინმე დააზიანოს რაღაცები, გააფუჭოს და იმავნებლოს, რაც ხშირ შემთხვევაში პროტესტის ნიშანია ხოლმე ბავშვის და იმას მიაწერენ როგორც თვისებას და სინამდვილეში რაღაცას ამბობს ის ბავშვი ამ თავისი ნეგატიური ქცევით და ხშირად ყურადღების მიპყრობის, სიყვარულის და სითბოს დეფიციტის გამომხატველი პროტესტიც არის. ბავშვიც და თითოეული ჩვენგანიც ვართ ერთი და განუმეორებელი ინდივიდუალობა, უნიკალური. ეს სიტყვა პირდაპირად შემიძლია ვიხმარო. ამიტომ მშობელმა მნიშვნელოვანია იქონიოს ინტერესი, გაიცნოს თავის შვილი. მიუხედავად რომ ჩვენი გენეტიკური გაგრძელება უმრავლეს შემთხვევაში ეს ჩვენი შვილები მაინც ჩვენი არ არის. ესეც უნდა არის და ყველა უნიკალურია და ეს ფრთოსანი ფრაზები რომ ორი შვილი ერთნაირად გავზარდე და როგორ არის ასე განსხვავება, ასეთი განსხვავება დიახ არის და მონოზიგოტურ პუპებშიც ძალიან დიდი განსხვავება არა თუ თქვა სხვადასხვა ასაკის და დედმამის შვილებს. ძალიან დიდი მადლობა. მშობლებს ალბათ თავარი აქვს გქონდეს ერთიანი შეთანხმებული ხედვა მაშინ როდესაც საუბრობთ აღზრდაზე, რადგან აი უფროსები, ბებიები, ბაბუები თუ მშობლები ვართ მოდელი ქცევისა და ადამიანობისა და აი ამ მოდელის მიხედვით და ყველაზე მეტად ბავშვი სწავლობს ჩვენი ქცევიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ირეკლავს. ხო, უმჯობესია, რომ ჩვენ ქცევებს მივაქციოთ ყურადღება, ვიდრე ასე ვთქვათ, ლექციებს თემებზე. დიდი მადლობა საინტერესო თემისთვის და სტუმრობისთვის.